აღსარებით ცოდვათა მიტევების შესახებ. ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმინდა ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული ტკბილიენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხოვნებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და თაყვანისცა. ბერმა მიხედა და მისვლის მიზეზები ჰკითხა. მან მიუგო, წმინდა მამაო, მოვედი რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთან. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია ამ მამების წინაშე აღიარე. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლების დიოდა. აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა შვილო რომ ანგელოზის სქემა შეიმოსო. კაცმა უპასუხა, დიახ წმინდა მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც მოვიმზადეო. წმინდა ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმინდა სქემით შემოსა, აჩვენა გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხოვნებლად. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს. გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმინდა მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს, როგორ მოხდა რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო? მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოზი ედგა ელვარეს სახით და ნათელივით სპეტაკის ამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოზი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდულს რაღა უფლება მქონდა სინანული და კანონი დაუწესო. თან იგი თავისი სინდისისგან მხილებული ისედაც წმინდა გულით ინანიებს მუდამ. ეს რომ ისმენეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარეობას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ორი ღვიძლი ძმა ერთად განეშორა სოფელს. ისინი ნიტრიის მთაზე მონაზვნებად აღიკვეცდნენ და ერთი სულიერი მამის მორჩილები გახდნენ. ღმერთმა ორივე მათგანს დიდი სინანულის და ცრემლის მადლი მიანიჭა. ერთ დღეს სულიერმა მამამ ჩვენებითი ხილვა ლოცვაზე მდგომი ორივე ძმა. მათ ხელში დაწერილი ქაღალდის გრაგნილები ეჭირათ და თავიანთი ცრემლები ჩლიდნენ იმ ნაწერებს. ერთი მათგანის გრაგნილზე ასოები იოლად იშლებოდა, მეორეზე კი ძნელად, რადგან მელანი მუქად აჩნდა. ბერი ღმერთს შეევედრა, რომ გამოეცხადებინა მისთვის, რას ნიშნავდა ეს ხილვა. ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა, ქარტებზე იმ ორი ძმის ცოდვები წერია. ერთი მათგანი უნებლიეთ ცოდავს ხოლმე და ამიტომ იშლება მისი ცოდვები იოლად. მეორე კი ნებით ჩადის ცოდვებს. მას მეტი ძალის ხმევა სჭირდება ამათ მოსაშლელად, მეტი ღვაწლი და სიმდაბლე სინანულში მოსასვლელადო. მას შემდეგ ბერი ხშირად არიგებდა იმ მეორე ძმას, იღვაწე, მხოლოდ დიდი ძალის ხმევით თუ შევძლებ სასუფეველში შესვლა, რომლის გზა ვიწრო და საჭირველიაო. ისიც მეტი გულმოდგინებით ირჯებოდა სინანულისა და გულის განწმენდისთვის. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლით ორთავეს მიეტევა თავიანთი ცოდვები. დიდება მას უკუნისამდე. ამინ.